გრძელდება საჯარო სექტორიდან იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ. ასე მოხდა სწორედ 31 დეკემბერს, როდესაც პრობაციის ეროვნული ბიუროს 3 დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიუვიდა ახალ წლამდე 3 საათით ადრე შეტყობინება, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ეს ამ 3 დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირზეა საუბარი, რომლებსაც აქვთ წლების გამოცდილება საჯარო სექტორში. ასეთი არის განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი კობა ბარამია, ასევე მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი ნათია ალიაშვილი. მათ შეატყობინეს, რომ ისინი 1 თებერვლიდან ვეღარ იმუშავებენ ამ დეპარტამენტებში და ისინი არიან გათავისუფლებულები. ეს ყველაფერი სამივე მათგანისთვის ცხადს, რომ ისინი არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები, რეპრესიის მსხვერპლები, რადგან თვლიან, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია მათმა საჯარო პოზიციამ, მათ დააფიქსირეს, ღიად გააკრიტიკეს ხელისუფლება იმის გამო, რომ სამსახურებიდან უშვებდნენ მოქალაქეებს სწორედ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამო. ჩვენ ვკითხეთ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, როგორ უნდა გაიგონ მოქალაქეებმა, როდესაც საჯარო უწყებებს წმენდნენ იმ ადამიანებისგან, ვინც არ ერიდებიან ღიად ქვეყნის ევროინტეგრაციის განცხადების დაფიქსირებას და მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, როდესაც დგებიან იმ მოცემულობის წინაშე, რომ სამსახურებს სწორედ ამ ღიად დაფიქსირებული პოზიციების გამო ატოვებინებენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, ეს არის რეპრესიების მორიგი ტალღა და საჯარო ქართულმა ოცნებამ განზრახ მიიღო ახალი კანონში შეიტანა ცვლილებები და სწორედ ამიტომ გაამარტივა დევნა რეპრესიები და ახლა უკვე მათ მარტივად შეუძლია შუარგოლის მენეჯერების მოხსნა სამსახურებიდან და ასევე მარტივად შეუძლია ამ პოზიციებზე მისთვის სასურველი და ლოიალურად განწყობილი პირების დანიშვნა. შესაბამისად, კანონიც ქართულმა ოცნებამ ახალ წლამდე საკუთარ თავზე მოირგო და შემდეგ უკვე ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა სწორედ 31 დეკემბრამდე მოაწერა ხელი კანონს, რომელიც ქართულ ოცნებას გზას უხსნის, რომ რეპრესიები განახორციელოს. ქართული ოცნება ცდილობს საჯარო სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, რომლებიც ერთგული არიან ქვეყნის ევროინტეგრაციის, ქვეყნის კონსტიტუციის და სავარაუდოდ ეს იქეთ არის მიმართული, რომ აქ დანიშნონ თავისი ერთგული ადამიანები და ასევე ძალიან ცუდია ეს საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ რომ თუ კი ადრე დაცვის მექანიზმები იყო უფრო ეფექტური და ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცავთ საჯარო მოხელეებს და ბევრი შემთხვევა მოგვიგია კიდეც სასამართლოში, ახლა ეს დაცვის მექანიზმებიც უკვე ძალიან სუსტია და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ის წარმატებით მოვიგებთ ამ შემთხვევებს, როდესაც ადრე ეს უფრო ადვილი იყო. და ასევე შევიდა ცვლილებები რეორგანიზაციის ნაწილში და რეორგანიზაციის ნაწილშიც თუ კი ადრე შესაძლებელი იყო გათავისუფლების შემდეგ აღდგენა, ახლა ეს უკვე აღარ არის შესაძლებელი. ახლა რაც ხდება საჯარო სამსახურებში, ეს არის პირდაპირ გამოძახილი იმის, რომ მიმდინარეობს საპროტესტო ესეთი ტალღა და ამ ტალღის დროს რეპრესიები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით უფრო მძაფრად გამოიყენებოდა ხოლმე. თავიდან ეს იყო აქციების მასობრივი დაშლა, მე ადამიანების წამება, ცემა, დაკავება და შემდეგ ახლა როგორც ჩანს, ეს რეპრესიები ამან რეპრესიებმა გადაინაცვლა საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურიდან ყოველდღიურად გვესმის ახალ-ახალი ინფორმაცია ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც პირდაპირ არის კავშირში მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან. როგორ ხსნის რეპრესიებს და მასიურ გათავისუფლებას თანამშრომლების პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, ჩვენ დავინტერესდით ლადო ხელაძის პოზიციით, თუმცა ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 10 იანვრამდე კი სადღესასწაულო უქმეებია გამოცხადებული, შესაბამისად პრობაციის ეროვნულ ბიუროშიც რომ მივიდეთ, ის ადგილზე არ დაგხვდება, ამიტომ ახლა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, რომლებიც გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, აქვთ ოფიციალური წერილი, სადაც მათ ატყობინებენ, რომ გათავისუფლებულები არიან და პირდაპირ მათთვის ეს არის მტკიცებულება, რომ ისჯებიან თავისუფალი აზრის და პოზიციის დაფიქსირების გამო.